მოდი პროფესორო, ყველამ ერთად ავდგეთ და ერთმანეთს შეკითხვა დავუსვათ. მოიგებს ხვიჩა წელს ოქროს ბურთს? რეალურად რომ იმსჯელოთ, ამის შანსი მაინც და მაინც ბევრი არ არის. მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. წელს სტარდება მსოფლიოს ჩემპიონატი და იქ გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელი მაღალი ალბათობით ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ოქროს ბურთის მფლობელი გახდება. როგორ გინდა ახლა რომელიმე ფეხბურთელს არ წაუვიდეს კარგი, სიტყვაზე ვამბობ კარიერა, მაგრამ ამდენ ფეხბურთელს არ წაუვიდეს ერთად ეს ტურნირი? მე პრინციპში ძალიან არ მინდა რომ წაუვიდეთ მათ თამაში. ყველა ვარიანტში გვაწყობს ჩვენ რომ ჩვენებურმა აიღოს ეს ბურთი, მაგრამ ხო ხვდები შანსები როგორ გვაქვს? ხო, დღევანდელი დღე როგორც კი გათენდა დაიწყო ამაზე აქტიურად საუბარი რომ ხვიჩა ოქროს ბურთი, ხვიჩა ოქროს ბურთი, ხვიჩა ოქროს ბურთი. ძალიან ბევრი დაიწერა. რა თქმა უნდა, იმის დიდი შანსებია რომ ამ სამეულში ჩვენც ვიყოთ, მაგრამ მთავარი მოგების კანდიდატი იმ შემთხვევაშიც თუ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, შანსები, ჩემი სუბიექტური აზრია, მაინც და მაინც ბევრი არ იქნება. ხვდებით ხომ, მსოფლიოს ჩემპიონატი რას ნიშნავს? იქ გამარჯვებული გუნდი რას ნიშნავს და იქ მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელი რას ნიშნავს? ხო, რამხელა სხვაობა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული ფეხბურთელი. მე მგონი არის სხვაობა. ჩვენს და სამწუხაროდ ჯერჯერობით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ვერასოდეს ვერ მოახერხა. ახლოსაც კი არ ვიყავით. ზუსტად ვიცი, რომ შენც ის გაიფიქრე, რაც მე, რა მაინც და მაინც იმ წელს სტარდება მსოფლიოს ჩემპიონატი, როცა ჩვენებური ფორმის ძალიან მაგარ პიკშია, რა მაინც და მაინც ახლა. ახლა უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი, როდესაც ჩვენი ფეხბურთელი ტრანსფერ მარკეტის შეფასებით უკვე 90 მილიონი ევრო ღირს. ასე რომ, პროფესორო, მოდი ყველამ ერთად ვიმსჯელოთ. არ არის აუცილებელი რომ ჩემს აზრებს გავყვეთ მაინც და მაინც. დავწეროთ საინტერესო მოსაზრება, რითი შეიძლება გახდეს ჩვენებური ამ ოქროს ბურთის მფლობელი და ასე შემდეგ. ოღონდ არგუმენტებით, რა თქმა უნდა. შეგვიძლია მოვიყვანოთ ძველი ისტორია გამხდარა მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ოქროს ბურთი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს მოუგია. ასეთებით შეგიძლიათ ჩამოყაროთ კომენტარებში. ჩემი აზრით, თუ ხვიჩა ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს Paris Saint-Germain-თან ერთად, სამეულში აუცილებლად მოხდება. სწორად გამომყევი პროფესორო, მე ძალიან არ მინდა და ძალიან გულშემატკივრობ იმას, რომ ჩემი სიტყვები და ჩემი ხედვა არ გამართლდეს და დაემოიგოს ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაც და ოქროს ბურთიც. ხო, ის მომენტი საერთოდ არ მაქვს, რომ გამოვიდე მე და ხო, ამბობდი ძმაო, პროფესორი ვარ, არა, ამას არასოდეს არ გავაკეთებ. ვინც კარგად მიცნობთ, ეს ამბავი იცით თქვენ. მოდი ახლა პროფესორო, თუ არ შეგეზარება, გვერდიც გამოიწერე და ვიდეოც გააზიარე.